მოგესალმებით კოლეგებო, მიგესალმები აპარატის თანამშრომლებს, დასწრეს საზოგადოებას. გვაქვს კვორუმი, შესაბამისად ვიწყებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას. დღეს წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი გვაქვს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების და შეგახსენებთ, რომ ორი კანდიდატია წარმოდგენილი, მიხეილ ჯინჯოლია და ლევან ნემსაძე. კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა და სხვა სათანადო ორგანიზაციული საკითხების განსაზღვრარი ჩვენი დღის წესრიგი. გთხოვთ რომ დავამტკიცოთ ერთხმად, დიდი მადლობა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ აღნიშნული საკითხები დაგვეწერა მიმდინარე კვირაში, რეგლამენტი ადგენილი წესით, ვალდებულები ვართ, რომ შევქმნათ შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რასთან დაკავშირებითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მოხდა კომუნიკაცია ფრაქციასთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან. წარმოდგენილი არის სამუშაო ჯგუფის წევრები, ფრაქცია ქართული ოცნებიდან მე გახლავართ, ბატონი დავითი მათიკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, აკაკი ალადაშვილი, რატი იონათამიშვილი. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალიდან წარმოდგენილია ბატონი გურამ მაჭარაშვილი, ხოლო საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფიდან ევროპელი სოციალისტები ბატონი ნიკა ილისაშვილი. ასევე სამუშაო ჯგუფის წევრი იქნება ბატონი დავით სიმონია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი და ასევე ქალბატონი თამარ ზარანდია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი. ამავდროულად ბატონ რატის ვთხოვოთ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა, როგორც აქამდე წარსულში გამოცდილ წევრს და შესაბამისად თავმჯდომარესაც. სამუშაო გთავაზობთ კოლეგებო, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობით ვადად განისაზღვროს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტი როგორც წესი არ საქმიანობს არჩევნებამდე 30 დღის განმავლობაში. შესაბამისად, კანდიდატთან მოსმენას შეგვეძლება რომ გავმართოთ თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც უკვე სამუშაო ჯგუფის შესაბამისად საქმიანობის შედეგები წარადგინება ჩვენს კომიტეტს. ამ დათქმებით ვთხოვთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა, ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ამით ჩვენი კომიტეტის სხდომა დასრულებულია. მადლობა, ნაყოფიერ დღეს გისურვებთ.